გათავისუფლებულ პატიმრებზე ორი უწყება სასჯელ აღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროები იზრუნებს. პატიმრების რესოციალიზაციის საკითხზე დღეს სასჯელ აღსრულების სამინისტროში მსჯელობდნენ. ორ უწყებას შორის ამ საკითხზე სპეციალური მემორანდუმი გაფორმდება, რომლის მიხედვითაც სამინისტროები პატიმრების განათლებასა და დასაქმებას შეუწყობენ ხელს. იუსტიციაში არსებობს დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელიც არასდროს არ იყო გამოყენებული წინა ხელისუფლების მიერ ყოფილ პატიმრებთან მუშაობისთვის. ჩემი ინიციატივა, რომ ბატონი სოზარის უწყებას პრევენციის ცენტრი დავახმაროთ და სწორედ ყოფილ პატიმრებთან იმუშაოს პრევენციის ცენტრმა ახლა დაყვანილი სოციალური მუშაკების სახით. მე მინდა მადლობა უთხრა. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ შევიმუშაოთ გაჩვენებთ ერთობლივი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უბრალოდ დაიხვეწება, მოეწერება ხელი, რომ ერთობლივად ორმა უწყებამ იმუშაოს, რომ გათავისუფლებული პატიმრების თუნდაც ნაწილისთვის მოხდეს დახმარების გაწევა, სწავლების კუთხით და შემდგომ მათთვის დასაქმებაში ხელშეწყობის კუთხით, რომ მათ შეძლონ სამუშაოს პოვნა და მათ არ ქონდეთ დარჩენილი ერთადერთი გზა, როგორც აქამდე იყო ხოლმე, რომ ისევ დანაშაული ჩაედინონ და ისევ დაბრუნდნენ დაწესებულებებში.